მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მედიაკავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ჭიათურის საათი გიორგი კასრაძესთან ერთად. მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ჩვენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტენციალზე ვისაუბრებთ. რამდენად სამართლიანად მოხდა ჭიათურ-მანგანუმის გაკოტრება და შემდეგ რამდენად სამართლიანად მოხდა 40 წლის ვადით ინვესტორის შემოსვლა ჭიათურაში, ასევე რა დარგების განვითარების პერსპექტივებს ხედავს ეკონომიკური ექსპერტი ბატონი დავით იაკობიძე არის დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ დავით და დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ტელემაყურებელს განსაკუთრებით ჭიათურიდან მაყურებელს. ტელემაყურებელს კი შევახსენებთ, თქვენ საშუალება გაქვთ პირდაპირ ეთერში დარეკო და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. დღევანდელ გადაცემაში ჩართულია ინტერაქტივი, რომლის კითხვაც შემდეგნაირად ჟღერს. რამდენად ეთანხმებით ჭიათურის მანგანუმის 40 წლის ვადით გასხვისებას? დაგვირეკეთ და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. ძალიან მნიშვნელოვანია ჭიათურის საზოგადოების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 032-2388-5 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, Skype-ით, ობიექტივი 2 ლათინური ასოებით, ველი თქვენ ზარებს. ბატონ დავით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ჭიათურის ქალაქად წარმოქმნა დამოკიდებული იყო ჭიათურის იქ მანგანუმის მადნის აღმოჩენაზე და შემდეგ უკვე წარმოებაზე. 1879 წლიდან დღემდე ჭიათურა დამოკიდებულია მანგანუმის წარმოებაზე, როგორც ქალაქი. მე სტატისტიკურ მონაცემებს გეტყვით, 1989 წელს ჭიათურაში 29000 ადამიანი ცხოვრობდა, 2002 წელს კი ეს ციფრი 13000-მდე შემცირდა, დაახლოებით 60%-ის მოსახლეობის შიდა და გარე მიგრაცია მოხდა, გავიდნენ ჭიათურიდან. თქვენ უკავშირებთ თუ არა ამ ფაქტს საბჭოთა კავშირში? ბოდიშხდით 13000-ია 2002 წლის მონაცემებით. არა, 19-ია 2002 წელს. არა, ბატონ დავით, ეს ოფიციალური მონაცემებია, 13865 ადამიანი იყო 2002 წელს. გულისხმობ მარტო ქალაქს, 55000 მთლიან მუნიციპალიტეტში. მაშინ უკვე რაიონი იყო 2002 წელს. არა, ეგ ვიცი, გაცობა. და მე მაინტერესებს თქვენ უკავშირებთ თუ არა შეჩერებულ მანგანუმის წარმოებას და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს ამ ყოველივეს. რა თქმა უნდა. ესე იგი, მთელი ჩვენი პრობლემა, რომელიც ჭიათურაში გაჩნდა, ჩვენია ეს, რომ ჩვენი ერის პრობლემა ესა. მანამდე მინდა რომ ერთი ვთქვა რა. აი გუშინ 9 მაისი იყო 70 წლის თავი ფაშისტურ გერმანიასთან გამარჯვების და მე მინდა მივლოცო მთელს ქართულ ხალხს და ჭიათურლებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში, ეს გამარჯვების დღეები და მინდა უსურვო წარმატებები ცხოვრებაში. ეხლა დაუბრუნდეთ ამ პრობლემას. ესე იგი, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ იმდენად საშიში არ იყო ის პროცესები, რომელიც უშუალოდ აღიქმებოდა ნგრევის სახით, რომ ვიღაცა რაღაცას იპარავდა, აი მაგალითად ლაპარაკიც იყო ჭიათურაში ლენინის ძეგლი ერთ დღეს აიღეს და თურქეთში გადასადროვა წაიღესო და გვარებსაც ამბობდნენ იმ ბიჭების, ვინც ეს გააკეთა და იყო ამაზე სიცილი და ამბავი. ეს იმდენად ეს კი იყო რაღაცა ნგრევითი ზარალები, რასაც განიცდიდა საზოგადოება. მთავარი და უბედურება იყო იმაში, რომ ეკონომიკური კავშირები მოიშალა. ესე იგი, ვისთვისაც მარგანეცი მზადდებოდა, მან აღარ შეეძლო ამ მარგანეცის მიღება. და მარგანეცის წარმოება ჩვენ არ შეგვეძლო თუ კოოპერაციაში არ ვიყავით ძალიან ბევრ საწარმოოსთან. აი მაგალითად სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის გამო, რომელიც იყო, ნუ ახლა ბევრს ლაპარაკობენ მაღაზე და იმ ხალხსაც წინს, ვინც ეს ჩაიდინა ხვდებიან თავიანთ დანაშაულს, ბიგა შეწყდა, აღარ შემოვიდა ბიგა. სამაგრი სამუშაოების გარეშე, სამაგრი მასალის გარეშე ჭიათურაში, ესე იგი, მარგანეცის წარმოება შეუძლებელი იყო, მაშინ უნდა რაღაც კონსენსუსი დამყარებულიყო და გადახსნების ხვედრითი წილი, გადახსნით ღია წესით მოპოვებული მარგანეცის რაოდენობა უნდა გაზრდილიყო. რისთვისაც იმ დროინდელი საზოგადოება არ იყო მზად. აი დღეს მაგალითად, აი გარკვეულმა შიმშილი ბჭყალებში, ოღონდ მაღარომ გეიშვასო ხალხში რო იყო ესეთი აზრი ხო გახსოვთ? აი ამ მოლოდინმა ხალხს ესე იგი რამდენადმე აი ბუნების
ბუნებრივ პროცესებში ადამიანის მექანიკური ჩართვის პრობლემებზე ნება მიაცემინა. და ეხლა მე მიხარია რომ უყურებ ეხლა ელექტრონულ სხვადასხვა მედიებში რომ აი შეიქმნა ორგანიზაცია რომელიც რუნავს ჭიათურაზე, მწვანე ჭიათურა ლაპარაკობენ, დავასუფთავოთ ჭიათურა, ეძებენ ღვიმეებს, რგავენ ენერგიებს და ბატონი შოთა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს თუ არ ვწდები ამ პროცესებს და ძალიან მიხარია ეს და მგონია რომ ამით კეთდება ძალიან დიდი საქმე, იმიტომ რომ როცა გაჯდება ადამიანებში ეს აზრი რომ აი ჩემ ქალაქს სისუფთავე ჭირდება, ჩემ ქალაქს მოვლა ჭირდება, ჩემ ქალაქს ჭირდება ჩემგან პატივისცემა და ღვაწლი შრომა უნდა გავიღო მე, შემდეგ ეს ადამიანი ძალიან უფრთხილდება ყველაფერს რაც მის გარშემოა, აი ამ ფაქტორიდან გამომდინარე. რამდენად ეთანხმებით ბატონ დავით მოსაზრებას რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფა არის? აი ეგ არის პრობლემა. ჭიათურაში არის კატასტროფა და არც არის კატასტროფა. ეხლა თუ აიღებ თქვენ მაგალითად ქვემო ითხვის, აი სილების უბანს, იქ ნამდვილად კატასტროფა. მაგრამ თუ აიღებთ ახლა სხვა ადგილებს, სხვაგან მიძინებულია სიტუაცია და პირიქით არის სამუშაოები გასაკეთებელი, ოდესღაც ესე იგი მარგანეცის გამოტანით, ოდესღაც რაღაც პრობლემებით გამო რომელიც იქ იყო, როგორ მოხდეს მისი კონსერვაცია. აი ღურღუმალა რო აიღო მაგალითად, ხო? იქაც პრობლემა, კოროხნალი, ძველი მაღარო ნახავ სასოდამ მდგომარეობაში, აი ხელის შევლება ჭირდება. ასე რომ ეკოლოგიური პრობლემები ყველგან ავლენს თავს. ეკოლოგიური არა როგორც ბუნებრივი პროცესების განვითარება, არამედ ოდესღაც ადამიანის აქტივობით შექმნილი პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა. თუ გინდათ ჭიათურის ირგვლივ რო აიღოს, აი სარქველო თუბნიდან, გინდა პერევისის მხრიდან გადახსნები რომ მიდიოდა და გამოჩნდა ის თეთრი ქვიშაქვები და დატოვეს ისეთ მდგომარეობაში. მერე ხარის ეროზია, წვიმის ეროზია, უამრავი პრობლემები უქმნის ქალაქს, აქედან გამომდინარე, ასე იგი, მთელ რიგ პრობლემებს. მაგრამ თავარი მაინც რა არის? ის არის, რომ ჩვენ თავის დროზე ვერ გაუშვით ხელიდან ეს პროცესები, მართვის სადავეები, რაც ჩვენგან არ იყო დამოკიდებული, მე ჭიათურა და მისი სუბიექტი მყავს ამ შემთხვევაში, მისი მუნიციპალიტეტის სუბიექტი მყავს ხედველობაში და რახან კავშირები არ იყო, ვერ მოხერხდა იმ რიტმიკის შენარჩუნება, რომელიც გააჩნდა ჭიათურას. ან მისი შემცირების რაღაცა გეგმაზომიერი გზა. აი მარტივად გეტყვით, ჭიათურაში იყო ერთი შესანიშნავი ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე, ჭიათურ-მანგანუმის დირექტორი კომბინატის ვახტანგ სულამანიძე, რომელიც აი ოცნებობდა, რომ 250,000 ტონა რომ აწარმოებინა, ჭიათურა ამოისუნთქავს. და 250,000 ტონა არის მესამედი იმას, რასაც კომუნისტების დროს ვაწარმოებდით. კომუნისტების დროს დაახლოებით 800,000 ტონა იწარმოებდა. და მთელი დატვირთვით მუშაობდა ყველა მაღარო და ჭიათურის მანგანუმი არა მარტო ზესტაფონისთვის გამოდიოდა, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში თუ სადმე მეტალურგიული საწარმოო იყო, ჭიათურის მარგანეცი იყენებდა. იყო მარგანეცი მეტალურგიულიც, რომელიც პირდაპირ მიდიოდა მეტალურგიულთან. იყო შემდეგი გადამუშავებისათვის, რომ ფეროშენადნობ ქარხნებში გადამუშავებულიყო, არა მარტო ზესტაფონში, სხვაგანაც. მერე მარგანეცს გამოიყენებდნენ მედიცინაშიც, აი მაგნეზია, ელემენტების წარმოებაში, რა ქვია, ზესტაფონის ელემენტების ქარხანა, რუსთავის ელემენტების ქარხანა, სხვა ადგილებზე საბჭოთა კავშირში. ასე რომ ჭიათურას, ესე იგი, მომხმარებელი მის პროდუქციას ყავდა და ელოდებოდნენ ამ პროდუქციას და ის არასდროს არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ზარალიანი საწარმოო და საწარმოო, რომელსაც ჭირდებოდა რაღაცა დახმარება. მეცადო თქვენ კარგი იქენით, რომ ეს ისტორია გაიხსენეთ. 1879 წელს, რომ დაიწყო ჭიათურამ, აი ქალაქად რო დავაფიქსირეთ, თქვათ, შემდეგ მოხდა ეს, მაგრამ რო ითქვა, რომ ეს უკვე ქალაქია, აი ეს 6,000-იანი ის არის ქალაქი. საწარმოო თელი კომპლექსები, ყველაფერი რო აიღო და ყველაფერი ეს განლაგებულია ჭიათურის მარცხენა ნაპირზე. აი ნინოშვილის ქუჩა და იქ კი არა, ლეჟუბრისკენ და იქით. არამედ აი სტალინის ქუჩის და მის მიმდებარე თეატრის ხო, თეატრის და კულტურის სახლის და იმ სივრცეში, სადაც მე ვაგზალია და ასე გაჩნდა.
და ეს არის ჭიათურა, რომელიც სასიცოცხლო არტერია იყო იმ დროინდელი საქართველოს. თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ მაგალითად ვინმე ქართველი დიდი მოღვაწე, რომელმაც საზღვარგარეთ ისწავლა და ჭიათურის ფულით არ წავიდა. დაწყებული კონსტანტინე გამხარდია, დავით კაკაბაძე, აი კაკაბაძეების ქუჩაზე ვზივართ ახლა ჩვენ. ელენე ახვლედიანი, სხვები და სხვები. ესე იგი ჭიათურა იყო ის კულტრეგერის, საწარმოო კულტრეგერი, რომელიც ქმნიდა თელ ამინდს საქართველოში. აი მაგალითად ჭიათურაში გასტროლებზე ჩამოდიოდა თეატრი, აი ბატონმა გამყრელიძემ გამოაქვეყნა ვაჟაფშაველა იყო ჭიათურაში ლექციები წაიკითხა. ხო? ну галактион ტაბიძეს გასაგებია ეს უკვე სოციალიზმია, მაგრამ აი იმ პერიოდში როცა აი თავისუფალი 21 წლამდე ხო საბაზრო მეურნეობა ჭიათურაში შეულობდა ფულს არტისტი რო ჩამოდიოდა გასტროლები აქ შეიძლებოდა ჭიათურაში ლექციის წაკითხვა ფასიანი იყო და რაღაცა სულს მოითქვამდა ადამიანი ხო და ჩამოდიოდა იგი ჭიათურა იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ქართული კულტურის და ქართული საზოგადოებრივი განვითარების პულსის მაჩვენებელი. მეცაც გეტყვით, აი როცა დამოუკიდებელი საქართველო იყო, ჭიათურის მაღაროებიც იყო, ტყიბულის მაღაროებიც იყო. ტყიბულის მაღაროები ვერ მოქმედებდნენ მაშინ აქტიურად და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. იქ მოიშალა ინფრასტრუქტურა, ყველაფერი ჩაიშალა და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მენშევიკების დროის საქართველო იყო. და აი ჭიათურაში არ იყო ესეთი ნგრევა. ჭიათურა როგორღაც ახერხებდა, იმიტომ რომ მაგას ევროპაში, რუსეთში სხვაგან კლიენტი ყავდა და მარგანეც ელოდება. ინვესტორიც ხო ამერიკელი ყავდა ჰარიმანი. ეს მერე, ეს უკვე სოციალიზმის დროს. გამიგე, მე გეუბნები აი მენშევიკების დროს და მენშევიკების დროს საქართველოს დამოუკიდებლობაზე რო იყო ლაპარაკი და ველაპარაკებოდით, თქვათ, ევროპელებს, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი. აი მაგალითად ინგლისელებს რკინიგზა აინტერესებდა და გვეუბნებოდნენ რომ არაო, მაინდა-მაინცო ვერ დაგიჭერთ ხარსო, მაგრამ სამაგიეროდ გერმანელები, ფრანგები, სხვები აი ჭიათურას უფრო უყურებდნენ და მეცაც გეტყვით. ნიკო ნიკოლაძის კონცეფციაში ეს მარტო ნიკო ნიკოლაძის არ არის, ეს არის ავალიშვილი, ეს არის ფილიპე გოგიჩაიშვილი, იმ დროინდელი ქართული ინტელიგენცია, გამსაზღვრელი ხალხი, ვინც ძალიან სერიოზულად უყურებდა საქართველოს დამოუკიდებლობის ეკონომიკურ საფუძველს ხედავდა სამრაბი. ეს იყო ჭიათურის მარგანეცი, ეს იყო წყალტუბოს წყლები და ეს იყო ფოთის პორტი, რომელსაც უნდა ეუზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იმოქმედებდა რკინიგზა და ნავთობსადენი ბაქო-ბათუმის გამიგე? ნოე ჟორდანიაც წერდა ამასთან დაკავშირებით. ნოეც წერდა, მაგრამ ძირითადი შემოქმედი იყვნენ ესენი, ეს ხალხი, აი ვინც მე ჩამოგითვალეთ და რომ ნახავთ მათ ნაწერები, იგნებავთ აი ფოთის პორტის გერმანელებზე არენდით გადაცემის საკითხების მსვლელობის დროს, პირველი და უმთავრესი მომენტი ეს იყო, რომ ჭიათურა ზღვასთან ახლოს აწარმოო, რომელსაც შეუძლია მარგანეცით ესე იგი ევროპის მომარაგება და ჭიათურის მარგანეცს ყველგან ელოდნენ. აი უყურე რა შეასაქმე. შემდეგ ამ მარგანეცმა გზა ვერ გაიკვალა, ბოლშევიკებმა ვერ მისცეს მიმართულება, ამიტომ ამერიკელებს გადასცეს ავერელ ჰარიმანს კონკრეტულად და ჰარიმანმა განავითარა იქ მე საბაგირო გზები, მოპოვების ესეთი ტექნოლოგია, მიწისქვეშა ტექნოლოგიები, რომელიც დღეს არის, ხო? მე თანამედროვე ტექნოლოგიები პროფკავშირული მოძრაობაც აი მაშინ გაჩნდა ჭიათურაში, შემოვიდა სპეცტანსაცმელი, მუშების კვება საწარმოოში და ასე შემდეგ, ცივილიზებული ნორმები დანერგა ჰარიმანმა და ჰარიმანმა გაიტანა ჭიათურას მარგანეცი, რა თქმა უნდა, მსოფლიო მასშტაბით და შექმნა მისთვის ბაზარი, მაგრამ თვითონ ჰარიმანი ძალიან ბევრს თქვათ პირდაპირ იპარავდა ჭიათურაში. ესე რომ ხდებოდა ესეთი რაღაცა ხარისხის დაცემა და ვითომ მე იაფად გაიყიდა და აი მე სასამართლოში უჩივლეს, წაართვეს ჰარიმანს და თვითონ დაიწყეს ამ წარმოება. თვითონ მოვლა რა, სახელმწიფო მაიღო თავის თავზე ეს პრობლემა. ეს რატო ვაკეთებ ახლა ამ ისტორიული კურსით? აი დღევანდელი სიტუაციაც რო იყო დაახლოებით ისეთივეა როგორც ჰარიმანის დროს. ოღონდ ბევრად უფრო დაბალ ცივილიზებული ხალხი მართავს ჭიათურას ვიდრე მაშინ იყო. დიახ. აი ისინი კულტრეგერებიც იყვნენ.
ბატონ დავით, სანამ ჯორჯიან მარგანეზე შემოვიდოდა ჭიათურაში ინვესტორად, მის წინ ჭიათურ მანგანუმი იყო ის კომპანია, რომელიც მარგანეცს აწარმოებდა ჭიათურაში და მას რამდენჯერმე ჩამოაწერა 2006 წლამდე ამ პერიოდში სახელმწიფომ ვალები ფაქტია და საწარმო იყო ურთულეს მდგომარეობაში. ასეთ ვითარებაში ჭიათურაში ახალი ინვესტორის შემოსვლა, გულისხმობ ჯორჯიან მარგანეს, თქვენთვის მისაღებია თუ არა? აი ახლა რა შეესაქმე ამას ყვებოდი მე. როცა შემოდის ესე ჩვენ 90-იან წლებში განვაახლეთ წარმოება სულამანიძე ვახსენე, იყო შეყლაშვილი, იყვნენ ჯინორიძე მთავარი ინჟინერი, რომელიც ადრე დაიღუპა. ძალიან თავდადებული და ჭიათურასთვის ერთგული ადამიანები, რომლებსაც უნდოდა ამ წარმოების ამოქმედება. იყო კოოპერატივების სფეროც, სხვათა შორის ბევრი აქ ლეჟავა და სხვები მუშაობდნენ, გარდაცვლილია ნათელში იყოს მისი გოგილეჟავა. და ასეთი ხალხი, მოკლედ ჭიათურაში რაღაც კეთდებოდა სიცოცხლის სახელმწიფოც უყურებდა ჭიათურას როგორც ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს. და ჭიათურა შეფასებული იყო პრივატიზაციის თვალსაზრისით, აქციონერების თვალსაზრისით 110 მილიონ ამერიკულ დოლარად იმ დროინდელ. და ზესტაფონი პრივატიზებული იყო. ზესტაფონს ქონდა რაღაცა კვოტები ევროპულ ბაზარზე. შალიკაშვილმა მიაღწია, იყო ესე დავით შალიკაშვილი, შესანიშნავი მოღვაწე, მიაღწია ამ კვოტების გამოყოფას. მოსკოვთანაც ურთიერთობა ქონდა, მაგრამ აი ამის თქმა მინდოდა, SSR-ის დროს ჭიათურის ლოკალიზაცია მსოფლიო ბაზრიდან და მისმა მიბმა მხოლოდ რუსულ შავ მეტალურგიასთან ის შედეგი გამოიღო, რომ მას ევროპაში ჩაენაცვლა უკვე გაბონი, შვეიცარიული, შვეციური მანგანუმის წარმოებლები, ინდოეთიდან შემოტანილი, ბრაზილიაშიდაც ნახეს მერე მარგანეცი, გამიგეთ რა შესაძლოა. უკრაინაც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბატონ დავით. რა თქმა უნდა, ჩვენ და უკრაინა და ყაზახეთის საბადო აღმოჩნდით დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში. აი ეს არის პრობლემა. ეხლა აქედან რომ ვეღარ გაქონდათ ეს საზღვარგარეთ და კვოტები კი ქონდათ, მაგრამ ისეთი ინტენსივობა აღარ იყო ამის გატანის. ზესტაფონებს ისე უჭირდათ, რომ იქ იყო ცდები ქრომის წარმოებისაც, შემოტანილი ქრომის. და თუ მაგალითად პრობლემა ისე დადგებოდა, მეტალურგიას ესეთი მოთხოვნები ქონდა, რომ ხანდახან გაანგარიშებები გვაჩვენებდა, რომ გაბონიდან რო შემოეტანათ მარგანეცი და იქიდან ეწარმოებინათ პროდუქცია ჭიათურაზე არანაკლებ უფრო იაფსაც ხანდახან იღებდა. ესე იგი მდგომარეობა ძალიან გართულებული იყო. ამიტომ ჭიათურას უგროვდებოდა ვალები, ჭიათურას ჭირდებოდა კრედიტები. ჭიათურას არა მარტო ვალები აქვს აღებული, აი ბიუჯეტიდან კრედიტები აქვს იმ დროს აღებული. ჭიათურაში კი სიბნელე იყო რაპარაკობენ 94-13 წელს, მაგრამ მე გეტყვით, რომ მე ერთი პერიოდი ენერგეტიკის სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობდი და როგორც დისპეჩერი ისე ვიყავი ჭიათურა როარ ჩაბნელებული. დიახ და ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ ედუარდ შევარდნაძემო ენერგეტიკის მინისტრს ხოვა, ოღონდ ჭიათურაში იყოს და ჩემ კაბინეტში ნუ ჩართავ ჩუქსა. არა, ეგეთი რამე არ უთქვია, მაგრამ აი მინისტრის თანდასწრებით უთხრა, თქვა შეყლაშვილს ედუარდ შევარდნაძემ, რომ თქვენ ბატონო არ აკავთ საქართველოს უფროს, ჩემს მეტი. მეტი რა უნდა უთხრას, აი ყველა საკითხზე დამირეკე და მე მზად ვარ გვერდით და ესე იგი ამ ჭიათურის მნიშვნელობას მაშინდელი ხელისუფლება აი მინდა გითხრათ გრძნობდა. მაგრამ რახან არ იყო ბაზარი და არ იყო მისი მარგანეცის რეალიზაციის საშუალებები, იმიტომ რუსეთს ინგრეოდა ევროპაშიც მეტალურგიული კონიუნქტურა შეცვლილი იყო, თულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იყო ცდები, რომ მომხდარიყო მისი პრივატიზაცია, უცხოური ინვესტორების საშუალებით. აი გახსოვთ ახლა ხალკო შემოვიდა ესეთი ჩეხური საწარმოები, რომელსაც მარგანესთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ ის ხალხი, ვინც ხალკოს ლობირებდა, მათ შორის თუ არ ვცდები დეპუტატიც მონაწილეობდა, ფიქრობდნენ ჭიათურაზე. უნდათ მისი აღმავლობა, უნდათ იმ ძველი ჭიათურული შემართებით საქმიანობა და ასე შემდეგ. და ამანაც ვერ გამოიღო კარგი შედეგი. შემდეგ მოხდა ისე, რომ ზესტაფონში ცუდად წავიდა საქმეები და ეს პრობლემა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ასე რომ როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა და მოვიდა ახალი ხელისუფლება, მათ წინაშე იყო უდიდესი პრობლემა ჭიათურა ზესტაფონის სამრეწველო კვანძის განვითარების პრობლემა. რისთვისაც მათ არც გემოვნება ჰქონდათ, არც პატრიოტული გრძნობა გააჩნდათ, რომ ეს შეესწავლათ და კარგად განევითარებინა და უბრალოდ ეს პრობლემა მოიშორეს და ადგეს და უკრაინელებს 40 წლით გადასცეს მართვაში. ბატონ დავით დღეს აი ახლა აქ რა აღმოჩნდა? ორი კონკურენტი ნიკოპოლი და ჭიათურა გაერთიანდა. ეხლა იმ კონკურენტს ერთი ცენტრიდან, რომელსაც უნდა იმას ამუშავებს და რამდენსაც უნდა იმას ამუშავებს. ხვდებით რა შეიძლება? დიახ. აი მაგალითად ფოთის სპორტის კონკურენტი არის რიგი სპორტი. იმიტომ რომ მანძილები ციმბირიდან, შუააზიდან და იქიდან ტვირთის საერთაც მოდის, დაახლოებით ერთნაირია იქ რო წავიდეს. ბათუმის სპორტი კი არ არის ფოთის სპორტის კონკურენტი. აი ახლა რომ ერთი კაცის ხელში აღმოჩნდეს, რას იდამს ის კაცი? ხან ერთს ამუშავებს, ხან მეორეს არა. ერთს გააჩერებს, მეორეს ამუშავებს. რომელს ამუშავებს, რომელ ქვეყანაშიც დაბალი იქნება გადასახადები და მეტმოგებას მიიღებს. უკრაინაში ნაკლებია გადასახადები. არა ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო უკრაინის მანგანუმი, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე ჭიათურის, უფრო დიდი გოკები აქვს, ტექნოლოგიაც სხვანაირი აქვს. იქ არ არის ჭიათურასავი თიანი ის ტერიტორია, იქ იღებენ მიწიდან ამას ქმნიან უშველებელ ორმოებს და მერე წყლებით ავსებენ და რაღაც სხვანაირი ის არის იქ, ხო? აი იმ ტექნოლოგიებში ღია წესით მოიპოვება შედარებით. ისინი ამას იყენებენ როგორც თავიანთი. შეიძლება ესე იქნას განხილული. ამიტომ ეს ჭიათურის პრობლემა ამით კი არ შეწყდა, არამედ მთავრობამ მოიშორა თავიდან. გავიგეთ რა? ეთანხმებით ბუნებრივი რესურსები ხომ სტრატეგულად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, მის გასხვისებას უცხოელ ინვესტორებს. აი ხო გეუბნები, კიდე ერთხელ გეუბნები, რა თქმა უნდა, უცხოელია ინვესტორი თუ ვინ არის ინვესტორი, თუ ბუნებრივ რესურსებს შენ ვერ უვლი, უნდა მოუაროს იმან, ვინც აი მაგალითად საერთოდ კერძო საკუთრებას კრძალავდნენ ბოლშევიკები, მაგრამ აიღეს და გადასცეს, როცა ჭიათურას ვერ მიხედეს, გადასცეს კონცესიის ფორმით ჰარიმანს, ხო? მარტო ჰარიმანის კონცესია კი არ იყო საქართველოში. როკფელერი ნავთობს ეძებდა მაგალითად საქართველოში იმ პერიოდში, ხო? რუსეთში უამრავი კონცესიები იყო. როცა ბუნებრივია ეს რესურსი თუ როგორია, რესურსია. მან უნდა იმოქმედოს ხალხის სასარგებლოდ. ამიტომ უნდა გამოიყენო მაქსიმუმი შენი შესაძლებლობებისა და შეძლო ისეთი ტექნოლოგიური ციკლი აწყო აქ, რომ მიგი გახდეს ეს ბუნებრივი რესურსი გახდეს შენი ადამიანური რესურსის განვითარების წყარო და საშუალება. ხდები რა შეიძლება? აი ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში. ამას მე ვეთანხმები რა თქმა უნდა. მაგრამ აი დღესაც, როცა გადავეცით და 40 წლით და მივანებეთ თავით ეხლა რაღაცა ბოდიში ან სიტყვა და ჩქმეტით ხან რაღაცას გავადიდებინებთ, ხან რაღაცა ფულს დავახარჯინებთ რაღაცისთვის ხო, დღესასწაულისთვის, ამისთვის. ესე კი არა. აი დღესაც ეს უნდა იყოს თქვათ ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება ჩვენი სახელმწიფოს. რა უყოთ ჭიათურა ზესტაფონის სამეურნეო კვანძს. და ჩვენ უნდა დავინახოთ ერთი რამე. აი უყურე ახლა. ჭიათურაში მარგანუმის ფასი ერთნაირი წესით დგინდება, ადვალური წესი ქვია ამას და ეს რა არის? ტონაში რამდენი პროცენტია მანგანუმის შეცვლილობა? საშუალოდ 1% შეცვლილობა ღირს რაღაცა დოლარი და აი ამის მიხედვით სოფლიო ბაზარზე გამოდის. აი ეხლა და ჭიათურის მარგანეცი ნახე რა ჯდება. $70 ჯდება ტონა მთლიანობაში. აი ეს არის რაღაცა საოცრება. მერე ჭიათურაც კი ვერ თავსდება ამ ფასში და დაახლოებით $100-120 უჯდება 1 ტონა მანგანუმის წარმოება. და საიდან ამ ზარალის დაფარვა? ზესტაფონი უფარავს. ეს მოვლენა რა არის? ეს არის ტრანსფერული ფასი. ესე იგი ჭიათურა იძლევა ერთი ფასით ზესტაფონში. ესე იგი ჭიათურას არ უფიქსირდება მოგება და აგვიდი, უფიქსირდება ზარალი. ზარალს მერე უფარავს ზესტაფონი. ესე იგი რა გამოდის? გამოდის რომ ზესტაფონი იღებს იაფად, შემდეგ ასევე იაფად თავისივე საწარმოოს, რომელიც განლაგებულია ოფშორში რეგისტრირებული, გადასცემს ამას. გავაგზავნოთ ბატონ დავით ზარია სტუდიაში უპასუხოთ
გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით ბატონებო, მოგესალმებით. ერთი რაღაც უნდა გითხრათ. კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენმა გეოლოგებმა მე ვიცი რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი რამე აღმოაჩინეს და არ გახსნეს ეს საბადოები. აი თუნდაც ახლა ნავთობი რო ახსენეთ, ხომ? აი ბევრი რაღაც იყო და ეს იყო მომავლისთვის გადანახული. როგორც იტყვიან. ხო და ყველაფერი რომ გავხსნა და ყველაფერი შეგვიჭამონ. მე ჩვენმა შულილებმა რა გაჭამონ. და ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. მადლობა ზარისათვის. უპასუხებთ ბატონ დავით. რა ვიცი ახლა რა კითხვა ეს რა უნდა ჭამონ. ესე იგი მდგრადი განვითარების კონცეფცია არსებობს. მდგრადი განვითარება ნიშნავს იმას, რომ ბუნების რესურსი მოიხმარე იმდენი, რომ პრობლემა არ შეექმნას შენ შთამომავლობას. ხო? აი რო აიღო ახლა ბუნებრივი რესურსი ტყე, ხო? საქართველოში არის კიდე შემორჩენილი ეგრეთ წოდებული ეს პირველყოფილი ტყე. მთელ ევროპაში რამდენჯერმე განახლდა ტყე. ხე მოიჭრა ახალი დაირიგა. დიახ. რას ქვია ახლა მაგალითად მე არ მოვიხმარო, ქაღალდი არ ვაწარმოო, გაზეთი არ გამოუშვა. ის რამდენად მართალია რომ კომუნისტების დროს თქვათ ნავთობი აღმოაჩინეს და საგულდაგულოდ აი ახლა ეგეთი მაგალითად შაორში აღმოაჩინეს ქვანახში. მე ვიყავ სტუდენტი. დიახ. და გოსპლანის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ირაკლი მიხელაძე აკადემიკოსი გვიკითხავდა ლექციებს. და მე ვთხარი დავამუშავებთ ამას შაორში ქვანახშირის საბადო. არაო შეუნახოთ შთამომავლობას თუ დაჭირდა. და ეხლა არ დაამუშავებდნენ, იმიტომ კი არა რომ შთამომავლობაზე ფიქრობდნენ. ვაფერ მოვსპოვდით იქავრობას და ხარისხობრივად ის ქვანახშირი არ იყო ისეთი. ბატონ და მაგალითად უკაცრავად ზარია მობილური ტრეკავენ და უბრალოდ გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დიახ, იცით რა მაინტერესებს? მარგანეცში არის ყველაზე ძვირფასი პეროქსიდი. ტონაში რამდენი დოლარი ხდება ერთ ტონაში პეროქსიდი? მადლობა ზარისათვის. პეროქსიდი რა ღირსო ტონაო. დიახ. ეხლა მე არ ვიცი პეროქსიდი ცალკე არ გადის, ხო გითხარით? მარგანეცის ფასი კეთდება ადვალურად. რა შეცვლობაც არის მარგანეცის ტონაში? იმის მიხედვით. აი ხარისხს სპეციალურად აგდებს კომპანია ბატონ დავით. ეხლა მე მაგას ვერ ვიტყვი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი. მე ვიცი რომ მაგალითად ჰარიმანის კომპანიას ჰქონდა ესეთი ცდები და ეს გამოიჭირეს, მაგრამ ეს კომპანია როგორ აკეთებს არ ვიცი, იმიტომ ამას მეორე ხარისხის მარგანეცი ჭირდება. პეროქსიდს არ იყენებს. და აი რო არის მაგალითად პეროქსიდი არის ისეთი მარგანეცი, სადაც არის მანგანუმის ორჟანგია ისე, სადაც არის დაახლოებით 85-დან მარგანეცის შეცვლილობა 95-მდე. თუ 1% მარგანეცის ფასი არის, თქვათ, $9, აი აქ გამოდის რა შეცვლილობიც არის მისი ფასი. თუ $1, აი ასე იანგარიში. მორიგი ზარია გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ქართველების გულუბრყვილობა მაყურებს საერთოდ. რაც უნდა ნიჭიერი ხალხია, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო, ასეთი უნიკალური ერი მე მგონი სოფლიოში არ არის. ეს ხო 92 წლიდან დღემდე ჩვენ ხელოვნურად მოგვიწევს ყველაფერი. ვლაპარაკობთ გამომსვლელები, აი ეს რო გავაკეთეთ, ის რო ვქნათ. კი მაგრამ კატასტროფას ვინ შეაბარს? არ უნდა ხელოვნურად არის ყველაფერი გამოწვეული, რომ საქართველოს გაჩანაგდეს, რომ აქ არ იყოს ქართველი, რომ ეს მიწა-წყალი დაარჩეს სხვას. ეს არის თავარი და აი ეს თუ არ გვეწოდინება, ყველა წოწონა ყველა ლაპარაკობთ. მადლობა ზარისათვის ქალბატონო. აი ეს პატრიოტი ქალბატონია. ტყუილავ ლაპარაკობთო, კაცო ჩავიყარა წყალში ამდენი საუბარი. მაგრამ არა უშავს რა, არის ეს სიყვარულით, ქვეყნის სიყვარულით და ქვეყნის მოსახლეობის სიყვარულით ადამიანმა შეიძლება ცოტა ისეთი რამეები თქვა და ამას აპატიებთ და პირიქით მოუწონებთ. იყოს ესე გულანთებული საქართველოს სიყვარული. რა თქმა უნდა. ჩვენი საუბარიც უბრალოდ ვეტყვი ტელემაყურებელს, რომ ეგებს სიტუაციის გამოსწორების გზაზე დავდგეთ. სადღევანდელი ხელისუფლება წინას იმით ჯობია, რომ უსმენს მაინც ექსპერტებს, რამდენად ითვალისწინებს მათ აზრს ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ. ბატონო დავით, ჩვენ ვისაუბრეთ მორიგი ზარია გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით.
გამარჯობათ, მოგესალმებით, ბაგნოდავით, დიდი ყურადღებით გისმენდით, ეხლა მართლა არ მინდოდა გარეკვა და გაწყვეტა თქვენი საუბრის. აი, ვაგვიშვება, იყო ბოლოში თუ იწყეთ ამას, გადასარევი იქნება. ინვესტორიც როცა არჩევს, საერთოდ სახელმწიფო თუ მთავრობა თუ არჩევს, რამე პირობებს ხო უყენებს და რატო გადაცა ასეთ ინვესტორს, ეხლა როგორი სურათიც გქონდა ხათეთ, იქო პოლიციას, რა ქვია. მე შეაცურები გახლავთ და იმიტომ უფრო მაინტერესებს კიდე. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისათვის. მე ვერ გავიგე მაინც. მეც ვერ გავიგე, ცუდად ისმოდა სტუდიაში. მოდით გიხდით, განვაგრძოთ ბატონო დავით ჩვენი საუბარი. 12000 აქციონერი ჭიათურ მანგანუმის დარჩა ყოველგვარი შემოსავლების გარეშე. ის გაკოტრების პროცესი, რომელიც წარიმართა 2006 წელს, რამდენად სამართლიანი იყო თქვენი აზრით? ნუ გაკოტრების პროცესი რამდენად სამართლიანი ახლა და უნდა მომხდარიყო თუ არა ამ აქციონერების ინტერესთა გათვალისწინებით. მე რო გიპასუხო, ვიქნები არასერიოზული კაცი. აი, მაშინ უნდა მომცე უფლებები, რომ ეს ბუღალტერია მაინც ნახო იმ დროინდელი. გავიგეთ, შევისწავლო ის და რაღაცა კომისიური წესით, არა მარტო მე, სხვა აუდიტორებთან შევათანხმო ყველაფერი და გითხრათ ახლა რამდენად სამართლიანია. თუმცა ინტერესების გათვალისწინება ხომ უნდა მომხდარიყო ამ 12000 აქციონერის, როდესაც თქვათ უცხოური კომპანია შემოდის 7% იყო სულ მათი წილი ამ ჭიათურის მანგანუმის. ხომ შეიძლებოდა რომ სამართალ მემკვიდრედ გამოცხადებულიყო თქვათ ჯორჯიან მარგანეზე ჭიათურ მანგანუმის და 7% წილი დარჩენილიყო ამ 12 აქციონერთან. ისე ვერ აიღებდა ამ სამართალ დამცველობას, იმიტომ რომ ამ 7%-ს გარდა იქ იყო მერე დანგრეული სახლების აშენების, პენსიების გადახდის და უამრავი სხვა პრობლემა. ამ ტვირთს გაიქცა და ამას ვამბობ მე რომ ხან ამ ტვირთს გაერქა ჯორჯიან მანგანეზე. ეს კი არ იყო პრობლემის გადაწყვეტა თქვა, არამედ პრობლემის მოშორება იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. მიხდით? დიახ. აი ეს იყო. და როცა სააკაშვილი ამ საკითხს მოიკითხავდა ხოლმე, მე დარწმუნებული ვარ მოიკითხავდა, მას ეუბნებოდნენ რომ აი გაძვირდა ეხლა გაიაფთა მარგანეცი მსოფლიო ბაზარზე. ხვდებით? აი ნახე $450 ოდენობა იყო ტონა ფეროშენადნობის ფასი იმ დროს, ხო? ზესტაფონში. და ანტრაციტი ქვანახშირი იყიდებოდა $1200 მსოფლიო ბაზარზე. შესაძლებელია ესეთ თანაფარდობა იყოს ფასების. გამორიცხული. 450 და 1.0 მიუწერე და აი ესე იყიდებოდა მსოფლიო ბაზარზე. ამით საქართველოს კარგავდა დაახლოებით 300 მილიონამდე, მე ამაზე ძალიან ბევრჯერ დავწერე გაზეთებში, 300 მილიონამდე მთლიანი პროდუქტის მოცულობაში ნაწილს და გარკვეულ მოგებიდან გადასახადსაც. აი ახლა ტრანსფერულ ფასებზე რო გითხარი, რომ აი მარგანეცი იაფათ იყიდება და მერე ზარალი იფარება და ასე შემდეგ, რომ მომგებიანი თუ იქნა, მაშინ მუნიციპალიტეტი მოითხოვს, რომ ეს მოგება ნაწილი დატოვო. მიხდით რა შესაძლოა. არის 1954 წლის ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ სხვა ქვეყანაში მოქმედი ფირმები და განსაკუთრებით ისეთი, რომელიც არის ტრანსეროვნული კორპორაციები, უნდა სოციალურ მდგომარეობაში მონაწილეობდნენ ამ ქვეყანაში. აბა დააკვირდა, აი როგორ იქცევა ჯოოსელი. ეს ხო თურქსელის, მერე ის ფინტელის და ასე შემდეგ დიდი ტრანსეროვნული კორპორაციის ნაწილია. ტოვებს მისი მოგების დიდ ნაწილს საქართველოში. როგორ ტოვებს? აი შოუები მიყავს, წახვალ მაგალითად სადღაც და მაგალითად იყალთოში ახალი იმის ძველი იყალთოს უნივერსიტეტის რეკონსტრუქციის სამუშაოებს აფინანსებს და ასე შემდეგ. ჯეოსელი უფრო ჩანს ვიდრე ჭიათურ მანგანეზე. და ჭიათურ მანგანეზში 3500 კაცი მუშაობს. ჯეოსელში 250. და არც მაგდენ. ხვდებით რა შესაძლოა? იმიტომ რომ ის ჯეოსელი ამას იცავს. და აი ჭიათურ მანგანეზე ამას გაურბის ამ დადგენილებას. და რას აკეთებს? ტრანსფერტული ფასით ზარალზე ყავს ეს აწარმო. რომ სარჩენი ხარჩენი. რომ მუნიციპალიტეტი ამის გამოაშკარავება არ შეიძლება ბატონო დავით. ეს გააშკარა ამას გვარმალავს, კაცო, მისმა ფინანს სისტემაც იციან და ყველა მიცის ესა. სახელმწიფოს რა ბერკეტი გააჩნია მაშინ ამ პრობლემას? არაფერი, სახელმწიფომ ისეთ ხელშეკრულებაზე მოუწერა ხელი, რომ აღარაფერი ბერკეტი არა. ასეთი ზემოქმედების უშუალოდ. აი ხო ხედავ რა ხდება თბილისში.
აი მანქანების ის რო არის პარკი რაღაცა. დიახ. City Park იმასთან ვერ მუშაობენ. იმიტომ რომ კორპორაციას რო ხელს მოუწერ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა საერთაშორისო ამიტომ ეკონომიკურ სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა სამინისტროებმა ძალიან სერიოზულად უნდა იფიქრონ, არა მარტო ჭიათურაზე, არამედ მადნეულზეც. ხო ხედავ მადნეული სხვა ასპექტით გამოვლინდა. ოქროს საბადოები და მისი ისტორიულ მემკვიდრეობას შეეხო. შეიძლებოდა ჭიათურ-მანგანუმი ძუძუანას ღვიმეს შეხებოდა. იქ რო რამე მარგანეცი ყოფილიყო. და 34,000 წლის წინანდელი შეიძლება მოხდებოდა. ამიტომ ეს ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს და მე მაგალითად სერიოზულად ფიქრობ ესეთ რაღაცას. მე არ ვიცი სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ აი უნდა დაждდნენ და იფიქრონ, რომ გაუქმდეს ეს ხელშეკრულება, გავიდეს ეს კორპორაცია, რომელიც იყო, დაუბრუნდეს ჭიათურა სახელმწიფოს. რა ბერკეტები გააჩნია სახელმწიფოს? არამედ ახლიდან ვიყიდოთ. შეიარაღდეს ტექნოლოგიურად, გახდეს მომგებიანი, გავიყვანოთ სოფლიო ბაზარზე და ამის შემდეგ შევთავაზოთ პრივატიზაციისათვის რომელიმე ძალიან სერიოზულ ტრანსეროვნულ კორპორაციას. მორიგი ზარია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. აი ეს გზაც ასახილველი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. არ უნდა იმ გაწვენთა საუბარი. გაითიშა ბატონ დავით, განვაგრძოთ საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ზოგადად, რომელიც სახელმწიფოს უნდა აიღო. წინა გაჩემას ჩვენ ჭიათურის აი საწარმოოსაც. გაეროს ხელშეკრულება. ეს არის მოთხოვნა, როცა სხვა ქვეყანაში შედიხარ სოციალურ პასუხისმგებლობას არ გაექცე. ეს ლაპარაკი ინვესტორზე კი არ არის. ეს არის კორპორაციაზე. და აი რომ შემოდის უცხოური და ჭიათურაში ამხელა ტერიტორიას იყოს ისევე აი მადნეულში თქვა ის არ უნდა გაექცეს სოციალურ პასუხისმგებლობას პირიქით სახელმწიფო სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მატარებელი უნდა იყოს ძალიან ბევრი შემთხვევებია მსოფლიოში როდესაც აი მსხვილი საწარმოები თქვა General Motors-ი ხურავს ამერიკაში თავის საამქროს და არ ხურავს პერუში რატო იმიტომ რომ იქ უმუშევრობა შექმნის სოციალურ პრობლემას და აქ უმუშევრობა არ შექმნის სოციალურ პრობლემას. გასაგებია. მორიგი ზარია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ, გიორგი, მივესალმებით თქვენს სტუმარს. ისმის შემეხმა. დიახ, გისმენთ. მე მინდა და ისევ განემეორებინა არაერთხელ თქვინე რომ აკაკი წერეთელმა ხომ მოუფლინა არა ქვეყანას ეს ქართული მანგანუმის სარგებლიანობა და მაშინვე მე უცხოელი კაპიტალისტები ხომ მოახდენ მანგანუმის საბადოებს. და ისინი იყვნენ რა თქმა უნდა გამდიდრების მოსულნი ავანტიურისტები და დაიწყო ჭიათურის მანგანუმის საბადოების მტაცებლური ექსპლუატაცია. იქიდან მოყოლებული აი ლენინიც კი ძალიან აფასებდა ჭიათურას და დიდ მომავალს უწინასწარ მეწყვილებდა. შემდგომ ტუპიკი გახდა საერთოდ ჭიათურა ისე ჩაკლეს აქ ყველაფერი. და ჩვენ ვიცით რომ მაგალითად წერეთელი რას ამბობდა კიდევ გავიმეორებ რომ სიმდიდრეს ნაღებსა და კალათს უცხოელები აცლიანოდა მადნის პატრონებს კი უგემური წაკირჩებათო და მე მაინტერესებს ეხლა თუ მაინც აი როდენზე გაგრძელდება ეს ექსპლუატაცია არის რაიმე მომავალი და ნათელი წერტილი ჭიათურასთან დაკავშირებით? დიდი მადლობა ზარისათვის. ძალიან კარგი შეკითხვაა ბატონ დავით. რა პერსპექტივები გესახება თქვენ ჭიათურის განვითარების? ეს მოგითხარი ერთი მიმართულება, საფიქრალია ესა, რომ ისევ მოხდეს მისი ესე იგი ნაციონალიზაცია, მისი ტექნოლოგიური გადაიარაღება, ჭიათურა ზესტაფონის კვანძის კარგი, ესე იგი ტექნოლოგიური სისტემის ჩამოყალიბება. ხო, მაგრამ შეიძლება ეს დავა წლობით გაიწევს. აბა როგორ გონია, აბა ეხლა ერთი დაკვირით ხეს როგორ მოჭრი. მეორე რა არის? მეორე რა ეს უნდა იყოს პარალელური მუშაობა სხვილ, ესე იგი ტრანსეროვნულ კორპორაციებთან, რომლებიც მეტალურგიაში ძალიან მნიშვნელოვნად მონაწილეობენ, იმიტომ რომ მარგანეცი თავისთავად არაფერი არ არის და არც სფერო შენადნობი თუ ის მე მეტალებში აღარ გადავიდა. რა თქმა უნდა. და აქ დაახლოებით ეხლა თანამედროვე სამშენებლო კონსტრუქციები იქნება ის, ტექნიკური მეტალი იქნება თუ ტექნიკისათვის საჭირო მეტალი თუ სხვა აქ უკვე თუ ადრე 15% გამოიყენებოდა მაშინ ფოლადის წარმოებაში მარგანეცი. ეხლა უკვე 25%-ზე ასული. და აი ქრომიც არის ასული და საერთოდ უნდა იცოდე რისთვის სჭირდებათ ეს და ვის სჭირდება და აი იმათ უნდა დაელაპარაკო ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი.
და ეხლა თავიდან მოიშორე მიეცი უკრაინას და მე ვის არის ეს უკრაინას და აღმოჩნდი ნეოკოლონიალურ დამოკიდებულებაში ამ ხალხთან. იმიტომ რომ ამას ადრე ნეოკოლონიალიზმი ერქვა. რაც შეათურაში ხდება, ხო? ესეც ხო არ არის, ესე იგი თავმოყარე ერის და თავმოყარე პოლიტიკური პარტიის პოზიცია არ უნდა იყოს. ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება ბატონო დავით სამართლიანობის აღდგენა იყო. მოსახლეობის უმეტესობა მხარი ამ პარტიას სწორედ ამის გამო დაუჭირა და სამართლიანობის აღდგენა რამდენიმე გადაცემის წინაც აღვნიშნე და დღესაც ვიტყვი, თუ კონკრეტული ადამიანები ითხოვენ აქ სამართლიანობა აღსადგენია მთლიანად რაიონში და 55,000 პოპულაციის მქონე მოსახლეობი 55,000 ადამიანისათვის. თქვენი აზრით, კი, მანგანებზე მოსაკრებელი გაიზარდა, ნაციონალური მოძრაობის 10-ჯერ შემცირებული მოსაკრებელი ქართულმა ოცნებამ 3,5 მილიონამდე გაზარდა, მომავალ წლიდან კიდევ იგეგმება გაზრდა, თუმცა არც ეს თანხები არ შეესაბამება ხო იმ წარმოების სიმძლავრეს, რაც დღეს ჭიათურაშია. ალბათ არ შეესაბამება და მეორე ეს უკვე პრობლემა არის არა მარტო ჭიათურის, არამედ საერთოდ ყველა რეგიონალური ერთეულის საქართველოში. საქართველოში საბიუჯეტო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი არ არსებობს. აი როიგახიანის ბენდუქიძემ დიდი რეფორმები ჩაატარაო, ერთ-ერთი რეფორმა ეს არის, რომ მოხდა ბიუჯეტის ცენტრალიზაცია. საბიუჯეტო პროცესი. დიახ, ამაზე კითხვაც გქონდა. იქცა ეს ერთგვარ ხარჯთაღრიცხვად. ეხლა თანაბრევითი ტრანსფერებიდან იღებს ჭიათურა ფულს. და არ ვიცით ჩვენ ჭიათურაში რა შეიძლებოდა შექმნილიყო დოვლათი. ჭიათურაში აღარ არის გამოცდილება თქვათ შემოსავლების მობილიზაციის და მერე მისი ხარჯვის პრიორიტეტების განსაზღვრის. ცენტრიდან დგინდება რაღაცა პრიორიტეტები, მოდის ფული და ეს ხალხი ამას ხარჯავს და ეს საკრებულოს და ესა მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამოსავალი პროდუქტი. აი ეს უკავშირდება უკვე ქვეყანაში რეგიონალური პოლიტიკის განვითარების პრობლემებს, მის თავისებურებებს. აი ადრე მე მახსოვს, როდესაც მაგალითად ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება ხდებოდა, ჭიათურ-მანგანუმი ახერხებდა ჭიათურაში ბიუჯეტის ფორმირებაში ლომის წილი ქონოდა. მაგალითად ლარამდე შექონდა ფოთის სპორტი შესანიშნავად უძღვებოდა ფოთში იქმნებოდა მეტობები თანხის და რაღაცნაირად ქალაქს უფრო უვლიდნენ. ეხლა ფოთელები ტირიან უკვე ისეთი მდგომარეობა აიგა მათთან ამ გამოთანაბრები ტრანსფერებით. და ასე შემდეგ, ასე რომ თუ ჩვენ არ შევცვლით ბიუჯეტირების ეგრეთ წოდებულ პოლიტიკას და მარტო ფისკალურ პოლიტიკაში დავიწყებთ, აი პაკეტი შევიმუშავეთ ლიბერალური საგადასახადო სისტემის, ხო, ამბობენ. თუ მოხდება თქვათ კონსოლიდირება ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოკრებილ თანხები, პენსიები ხო მაშინ ადგილობრივმა ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს. რატო? პენსიები უნდა გადაეხადოს. დეცენტრალიზაცია მოხდება. არა, პენსიების დეცენტრალიზაცია არ უნდა მოხდეს. აი ზუსტად ის უნდა მოხდეს, რომ გაიგო რა არის ადგილებზე, რა შემოსავლები შეიძლება გქონდეს და ამის შემდეგ დაისმება გამოთანაბრებითი ტრანსფერების პრობლემა. გამიგე? აი როგორი რამეა. მასწავლებელს ხო ყველგან ერთი და იგივე ხელფასი უნდა გქონდეს. დიახ. მაგრამ სკოლა ყველგან ერთნაირი ხო არ იქნება. თავისთავად. ხო აი რაშია საქმე, სკოლა უნდა ააშენოს ადგილობრივმა ბიუჯეტმა და მასწავლებლის ხელფასი უნდა მიცეს ცენტრალურ ბიუჯეტს. თუ ვერ აძლევს გამოთანაბრებითი უნდა დაუყენოს, გამიგეთ? ტრანსფერი უნდა მიცეს. აი, მაგალითად, ესეთი რაღაცა იყო. ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებს რო გადახედავდი თავის დროზე თქვათ, ერთ სულ მოსახლეზე 200 ლარი იხარჯებოდა თქვათ საჩხერეში. მაგრამ 1500 ლარი იხარჯებოდა ყაზბეგში. რო ყაზბეგი ვერ ქმნიდა თავის შემოსავლებს და მას ჭირდებოდა რომ გამოთანაბრებულიყო ხარჯებში საჩხერეს დამსგავსებოდა დამატებით. აი ახლა მაგალითად 32,000-ია დღევანდელი აღწერით მოსახლეობა რაჭა, ლეჩხუმ, ქვემო სვანეთში. ეს არის 4 რაიონი. ონი ამბროლაურთ, საგერი, ლენტეხი. 4 რაიონი. გაყავი აბა რას მიიღებ თითო რაიონში ამდენი მოსახლეა. ეხლა გზებია გასაკეთებელი, ხო? სკოლებია გასარემონტებელი. სკოლებში ზიან 11 მასწავლებელი და 20 ბავშვი, ხო?
ასეთ სიტუაციაში ახლა სკოლის შენახვა და ასეთ სიტუაციაში როგორც ჭიათურის პირველი საშუალო სკოლა, რომელიც გადატვირთულია, ხო? ეხლა ხო განსხვავებული. თავისთავად. ხო, მაგრამ ხარჯი მასალებლის ხელფასი უნდა განსხვავდეს. ორივეგან ერთი და იგივე. აი უყურე როგორი საქმეებია. ესე იგი ესენი ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს, როცა ბიუჯეტს აკეთებ, მისი მობილიზაციის თვალსაზრისითაც და ასევე ხარჯვის თვალსაზრისითაც. და ჭიათურა ზუსტად ის პოლიგონია, სადაც ქალაქი თქვენ თქვით 13,000-ო, მაგრამ ჩემი მონაცემით 19,000-ია. დავაზუსტებ ამ აი ახალ აღწერაში ნახეთ თქვენა. ახალი მე ვსაუბრობდი 2002 წლის აღწერაზე. დღევანდელი აღწერა ჯერ არ გამოსაჯაროვებულა. აი მე რომ მოვდიოდი ვნახე და 19,000 ვნახე და 19,587 გარიყო 2008 წელს. უნდა ვიკამათო ესეთი რაღაცაა და 19,000 კაცი სერიოზული ციფრია და გარდა ამისა აი სოფლებში უამრავი რაოდენობით ხალხი ცხოვრობს გარეშე სოფლებში 55,000 ეს სერიოზული რეგიონია და ამიტომ აი უყურეთ ორჯერ მეტია ვიდრე თელი რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 4 რაიონი ერთად ამიტომ აქ შეიძლებოდა რაღაცა პრობლემების მოსინჯვა, გადაწყვეტა, თქვათ ექსპერიმენტს თუ არ დაუძახებთ რაღაც სხვა დაუძახოთ, ესე იგი მომხდარიყო რაღაცნაირად მოსინჯვა იმისა თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტს სახელმწიფოს ქონდა კიდევაც რეგიონალურ როდესაც კანონს იღებდნენ თვითმმართველობის ახალ კანონს დღევანდელი ხელისუფლება ქონდათ კიდევაც კანონში ჩაწერილი რომ დეცენტრალიზაცია უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის თუმცა შემდეგ აღარ მიიღეს იმ ფორმით რა პოლიტიკად შეშთავაზეს იყო ესეთი რაღაცა რომ დეცენტრალიზაცია უნდა მომხდარიყო მოგების გადასახადით დიახ და მოგების გადასახადი ეს ბუღალტერიაში აი ხო ნახე ჭიათურას არ იქნებოდა მაგათი არაფერი. დიახ, წაგებაში ვარ თამარი. აი მეორე აი ხარაგაულია ხო? ხარაგაული რაიონია, სადაც საწარმო შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული და ხარაგაულელები მუშაობდნენ ხაშურში რეგისტრირებულ საწარმოოში. იქვე სახლთან, რკინიგზაზე. ან მეორე საწარმოოში გზატკეცილზე მუშაობდნენ, გვირაბს უვლიდნენ და ეს იყო ზესტაფონში რეგისტრირებული. გამიგე? დიახ. აი ხარაგაულ ხო ვერ მიიღებდა აქ შემო. ნამდვილად. აი ასე არ არის, ესე იგი, ამიტომ აქ უნდა ეძებო სპეციფიკური სხვანაირი ტიპის შემოსავლები, ან საშემოსავლო გადასახადიდან დათმობები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტისთვის. აი მოგება მარტო ვერაფერს ვება, ხო? და ბევრი სამუშაოა ამ მიმართულებით. აი ამ მუშაობას ეთყობა გაიქცნენ. გაიქცნენ. დიდი მადლობა ბატონო დავით. შემდეგში ვისაუბრებთ აუცილებლად. ეთერში იყო გადაცემა ჭიათურის საათი, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.